ნამოხან ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე იმერეთის გუბერნატორს ელოდებოდნენ, რა ვითარება ადგილზე, სადაც მე-18 დღეა საპროტესტო აქცია იმართება. სამი თვე დატბორილი ვართ, ავტოქარხნის დასახლებაში მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ქუთაისის 2020 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი დასრულდა, რომელიც 3 პროექტი გახდა გამარჯვებული. როგორი ეპიდვითარებაა და ადის თუ არა საკმარისი რაოდენობის საწოლფონდი, მთავარის კითხვებს ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერი მიხეილ შავგულიძე პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად ხის სიახლეებს გაგაცნობთ. საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის თბილისში 18, აჭარაში 14, იმერეთში 7, ქვემო ქართლში 3, კახეთში 2, ხოლო სამეგრელო ზემოსვანეთში 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გარდაცვალების შემთხვევა, განაცხადა ხოჯევანიშვილმა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2911 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯამრთელდა 2421 ადამიანი. ნამოხან ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები მე-18 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ, დღეს იმერეთის გუბერნატორს ელოდებოდნენ, თუმცა ზვია ჩალაბერიძე ადგილზე არ ჩავიდა. აქციის მონაწილეების თქმით, 2 დღის წინ ასევე მიიღეს დაპირება, რომ სამუშაოები შეჩერდებოდა, თუმცა კვლავ მოტყუებულები დარჩენ. თურქული კომპანია ადგილზე მოსამზადებელ სამუშაოებს აგრძელებს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აქციის მონაწილეებთან შეთანხმებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი მზადაა ნებისმიერ მოქალაქეს შეხვდეს მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. მაგრამ არც ისე გამოვა, რომ ჩვენ მივიდეთ იქ, ანუ ეს ჩვენი მკაფიო მოთხოვნა იყო და დავკვირდნენ ამას, რომ აქ მოვიდოდა. იგივე პოლიციაც დავკვირდა ამას, ის კოკა მაისურაძე, ვინც არის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომ აქ მოვიდოდა და აქ გაგვესაუბრებოდა თვითონ. მე უკვე რადგან ხა ამ ხალხს არც კომპეტენცია აქვს შესაბამისი და არც ამ საქმეს იცნობენ დიდად და არანაირად ეს ყველაფერი არც ეხება პრინციპში მას. აქედან გამომდინარე ირიდებენ, რომ აი რაღაცა მართლა მოხდეს საუბარი რეალურად და ის კითხვები დაისვას საკითხებსაც ჩვენ ძალიან ხშირად ვაჟგერებთ ხოლმე რა ეს მომენტია მეტი არა. და თქვენ რას გეგმავთ ახლა აგრძელებთ აქციებს კარვებში ღამის თევას? კი ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ აქ ვართ სანამ არ წავა ენკა რიონის ხეობიდან თავისთავად ცხადია მანამ ვიქნებით აქ. ვაგრძელებთ შორებად უკვე მე-18 დღე არის აქ ვართ. ეხლა მე-18 ღამეს გავათებთ ეს მოთხოვნა გვაქვს ესეთი მკაფიო რომ დატოვონ რიონის ხეობა. გვაინტერესებდა მისგან პასუხი დატოვებთ, ანუ ან კი ან არა. რომელიმე ეთქვა უბრალოდ. და საერთოდ არ ვიცი. ან დატოვებს ან არ დატოვებს. ჩვენ სხვა არ გვაინტერესებს საქმე, რომ აქ არის უბრალოდ სიტყვიერ შეთანხმებაზე საუბარი და მათ არანაირი მშენებლობის ნებართვა არ აქვს. რომ მიხვილეთ და უბრალოდ დოკუმენტაცია მოთხოვთ ამისთვის, მათ ამისი უფლება არ აქვს. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის წარმომადგენლები 2 კვირაზე მეტია სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ. მასი თქმით, კომპანიამ ადგილზე სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით დაიწყო. მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების განცხადებით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს დაახლოებით 10 წუთში. ტალღაკი ქუთაისამდე მიაღწევს. რიონის ხეობის მცველები ტერიტორიიდან კომპანია ენკას ტექნიკის გაყვანას და ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. უკვე 3 თვეა დატბორილი ვართ ავტოქარხნის დასახლებაში ტოლსტოის ნომერ 1-ში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი კორპუსის ეზოში დაზიანებულია წყლის მილი, რომელსაც გამოცვლა ჭირდება. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების მიზნობრივი ხარჯვისკენ მოუწოდებენ. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში. და შეკეთება უნდა და აქ შეკეთება უკვე აღარ შეიძლება.
უკვე 3 თვეა დადბორილები ვართ. ავტოგარხნის დასახლებაში ტოლსტოის ნომერ 1-ში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი კორპუსის ეზოში წყლის მილია დაზიანებული, რომელსაც გამოცვლა სჭირდება. მალე სარდაფების დაიტბორება და არ ვიცი, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. შეიძლება თანახოთ და ნახოთ რა მდგომარეობაში ცხოვრობ ჩვენ აქ. საცმელი წყალი არის. ჩვენ რო არ გადავიხადოთ, ვინ გადაიხდის სხვა. ასე იხარჯება წყალი ტყილა და მიდის და არ ვიცი მე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. როგორ გვაწყობს სირისტე, სადაც პირველი სართულია. სირისტეა და ამ ქალბატონს აქ პადვარ ჩაუდის წყალი. და მეტი შეწუხება რა ვიცი ახლა 3-4 თვეა მაგ პრობლემა არის გადასაჭრელი და მოვლენ დახედავენ წავლენ მოვლენ დახედავენ და მარტო დახედვა არ შველის თლიანი სისტემა ეს გამოსაცვლელი მოქალაქეები ხელისუფლებას თანხების მიზნობრივი ხარჯვისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთი აქ მაცხოვრებლის ზაირა ხალიანის თქმით, ფინანსები არსებობს, თუმცა არ არსებობს ნება პრობლემის მოგვარებისთვის. ახეთ რა მდგომარეობაში ჭაობში ვართ, ჭაობში ეს ბინა. მაგი არ მიგვის, მთელი საქართველოა ჭაობში, მაგრამ მოითხოვონ, ჩვენც ვითხოვთ, რომ ეს მილი მთლიანად გამოიცვალოს. რატომ არ გიცხვიან, რას გეუნებიან? რას გეუნებიან და სახსრე თანხები არ არის. ვერ გამოყვეს, ვერ გაიმეტეს ხალხ მოსახლეობისთვის კანონიერი თანხა. მარტო იმეტებენ არჩევნების დროს. მეკატევი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ტექნიკური სამსახურის უფროს მალხას გუნიავას ესაუბრა. გუნიავას თქმით, შიდა სივრცეში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება მათ უფლება მოვალეობაში არ შედის. ეს ტერიტორია ტოლსტოის პირველ ნომერში არის შიდა ტერიტორია, შემორაგული ესე რომ ვთქვათ ზაბორი აქვს. შიდა სივრცეში რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოების ესე რომ ვთქვათ უფლებამოსილება კომპანიის კომპეტენციაში არ შედის. არა გვაქვს ამის უფლებამოსილება და დახმარების კუთხით წერტილოვნად შემთხვევაზე დაზიანების აღმოჩნდა პლუს მაგას შემთხვევაზე რომ პრობლემათა განცხადებას გავაგზავნ საკაოფისში და თანხმობის შემთხვევაში სერვისები უზრუნველყოფდა წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რადგან არის აბსოლუტურად ძალიან დიდი შეურაცხყოფების სამი და მომსახურე პერსონალთან და ესე რომ ვთქვათ სრული ამცირების მნიშვნელობით გამოყარა იქიდან ჩემი ოფის წევრები და ეს სამუშაოების წარმოება კომპანიის კომპეტენციაში არის. და ვის კომპეტენციაში შედის აქვე რომ დაგვიზუსტოთ? მაგნი ვერ გეტყვით ალბათო რა ვის კომპეტენციაში შედის. შიდა ტერიტორია ეზოს რაც შეეხება საკუთარი ძალებით უზრუნველყოფენ წესიდან. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებზე ამისამართებენ, თუმცა როგორც ტოლსტოის ნომერ 1-ში მაცხოვრებლებმა განგვიმარტეს, მათ პრობლემის მოსაგვარებლად ფინანსები არ გააჩნიათ და თუ კი ეს საკითხი დროულად არ მოგვარდება, ისინი პროტესტის სხვა ზომებს მიმართავენ. ქუთაისის 2020 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში ხმის მიცემა დასრულდა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული იდეა. არჩევანი 1014-მა მოქალაქემ დააფიქსირა ხმები, ასე გადანაწილდა. პირველი ადგილი სივრცე სკეიტბორდისტებისთვის 427 ხმა, მეორე ადგილი თეთრი ღამეები 350 ხმა, მესამე ადგილი მწვანე კუნძულები 246 ხმა. 1014-მა მოქალაქემ მიიღო ბიუჯეტში მონაწილეობა. ყავს სამი გამარჯვებული იდეა. ესენია ყველაზე მაღალი ოდენობის ხმები ვინც მიიღო ეს არის სკეიტბორდერებისთვის 427 ხმით. შემდეგი არის თეთრი ღამეები 350 და 246 არის მწვანე კუნძულები. სკეიტბორდერებისთვის ახიანურის ადმინისტრაციულ ერთეულშია. ასე ვთქვათ, თავად წინადადების ავტორის ხედვით უნდა განხორციელდეს. იქ არის გარკვეული თავისთავად ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, თავშეყრის ადგილი ახალგაზრდობის სპორტის სასახლე ახლოს მოიხსენებათ გარკვეული ტრენაჟორები და არის ერთ-ერთი კომპონენტი ეს სკეიტბორდერებისთვის მოწყობილი სივრცე, რომელიც უფრო საბოლოოდ ამ კომპლექსს კიდევ ახალგაზრდობას შეძენს და იმ ახალგაზრდებისთვის და თინეიჯერებისთვის, ვინც პრობლემის ჯანსაღი წესით არიან დაინტერესებული კიდევ ერთ საინტერესო დასვენების და დროის გატარების ადგილს შეემართებს.
მოქალაქეთა აქტიურობა გასულ წელს რეალურად უფრო მაღალი იყო, მაგრამ გასულ წელს უფრო ესეთი იყო, ასეთ დადებითი ფონი ამ ტიპის აქტიურობის ჩატარებისთვის და დრო ჰქონდა უფრო მეტი, ამ წელს ფაქტიურად ჩენჩის ეტაპისთვის ჰქონდა რეალურად ერთკვირიანი მონაკვეთი და ამის გათვალისწინებით ასე ვთქვათ ნორმალური დამოუკიდებელი შედეგია. ჩემი აზრით ეხლა რაც არის აუცილებელი რომ ეს პროექტები რეალურად განხორციელდეს და როგორც მერის გეგმებით ვიცით რაღაც მომავალ წელს იგეგმება გაცილებით დიდი თანხის გამოყოფა და რაც შესაძლებლობას მოგცემს რომ უფრო მრავალფეროვანი პროექტები იყოს ინიცირებული. წელს ბიუჯეტის ზედაზღვარი какой ტიპის პროექტებს რომლისთვისაც აშკარად არასაკმარისია ეს თანხა, გამოდის რომ ეს ზღუდავდა და ამავდროულად უფრო მეტი საინტერესო პროექტის ინიცირება იქნება და განხორციელება შესაძლებელი ჩვენია. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში მუშაობას სტუმართან ერთად განაგრძობს. როგორი ეპიდვითარებაა და არის თუ არა საკმარისი რაოდენობის საწოლ ფონდი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში. მთავარი შეკითხვებს დისტანციური ჩართვით კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერი ექიმი მიხეილ შავგულიძე პასუხობს. მოგესალმებით ბატონიშა, მადლობა რომ გვერთვებით. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა რომ მომწონთ. ბატონიშა, დღევანდელი მონაცემებით რეკორდულია 3000-მდე დადასტურებული COVID ინფიცირებული და 45 გარდაცვლილი. აქედან იმერეთში 400-ზე მეტი დაინფიცირებული ყავს მარტო დღევანდელი მონაცემებით. როგორი ვითარებაა თქვენთან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში? ბევრი COVID ინფიცირებული პაციენტი გყავთ. თქვენთანაც ხომ არ შეიქმნა უკვე კლინიკაში საწოლ ფონდის დეფიციტი? სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ, რომ გლობალურად და ჩვენს ქვეყანაშიც სიტუაცია ესკალირებს, ციფრები ნამდვილად იზრდება. თუმცა ჯერჯერობით თამამაჩემი განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. საწოლ ფონდი თითქმის მუდმივად დაკრიფტულია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეგ არის დინამიური პროცესი, ანუ პაციენტები არა მარტო ავადდებიან, ასევე გამოჯამსავდებიან და იწერებიან სტაციონარიდან, შესაბამისად დროის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება თქვათ ვიყოთ გადავსებული, მაგრამ როგორც წესი წერთ ხოლმე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი პაციენტები ვისაც ჭირდებათ ჩვენი დახმარება, ჩვენი მკურნალობა მივიღოთ. ამდენად თამამად შემიძლია განაცხადა, რომ ამ მომენტისათვის საწოლ ფონდის რესურსი ჯერ კიდევ უძლებს სიტუაციას. ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში მხოლოდ დასრულებს მკურნალობთ, ბატონო მიხეილ, თუ დაინფიცირებული ბავშვების მკურნალობაც ხდება? არა, ჩვენ მხოლოდ დასრულების სეგმენტი გვაქვს. COVID ცენტრად ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ წლის სექტემბრიდან, ანუ ეს უკვე მეორე ეტაპი იყო. პირველი ეტაპი ჰქონდა აპრილ-მაისის თვეებში, შემდეგ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ სიტუაცია დასტაბილდა და ისევ დაუბრუნდით ჩვეული მუშაობის რეჟიმს. და უკვე სექტემბრიდან გადავედით COVID ცენტრის მუშაობის რეჟიმში და ამ პერიოდიდან მოყოლებული მხოლოდ დასრულ მოსახლეობას ვემსახურებთ. ბატონო მიხეილ, დღიდან COVID მიმღებად გადაკეთებისა თქვენმა კლინიკამ სულ ჯამში რამდენი პაციენტი მიიღო? ესე იგი, ჩვენ გავატარეთ 442 პაციენტი ამ 2 თვენახევარ გამოდის 2 თვენახევრის განმავლობაში. უნდა აღნიშნოთ ასევე, რომ ჩვენ გაშლილი ვართ, მთლიანად მთელი კლინიკა გაშლილი ვართ, როგორც COVID ჰოსპიტალი, გვაქვს ასევე რეანიმაციული საწოლებით, სრული დატვირთვით მუშაობთ, COVID-თან ბრძოლაში სრული დატვირთვით ალბათ ჩართული, რაც ციფრებში, რიცხვებში რომ გამოვხატოთ, შემდეგნაირად გამოისახება, ჩვენ გვაქვს 100 თერაპიული საწოლი და პლუს 20 რეანიმაციული საწოლი და როგორც უკვე მოგახსენეთ, მთლიანად ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე გავწერეთ 442 პაციენტი, თუ კი ზუსტად ვიქნები და ამ წუთში ახლა როცა ჩვენ საუბრობთ 120-მდე პაციენტი ამ წუთში წაგრძელებს მკურნალობას ჩვენ სტაციონარში. რამდენად მძიმეები არიან ბატონო მიხეილ ეს პაციენტები, რომლებიც ამჟამად გადიან მკურნალობის კურსს თქვენს კლინიკაში? უკვე მოგახსენეთ, რომ 20 რეანიმაციული საწოლი გვაქვს, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ 20 რეანიმაციული პაციენტი გვიწევს, რაც ასევე თავისთავად გულისხმობს, რომ ეს პაციენტები მძიმე პაციენტთა კატეგორიას განეკუთვნებიან. მაგდან დღეს მდგომარეობით 8 არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დანარჩენები არიან სარეანიმაციო პაციენტები, თუმცა საბედნიეროდ ხელოვნური მხარდაჭერა სუნთქვის არ აღჭირდებათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ როდესაც
დაინფიცირების რიცხვები შედარებით ნაკლები ჰქონდა, თქვა რამოდენიმე თვის უკან. მაშინ თითქმის ყველა პაციენტს, ვისაც დაუდასტურდებოდა COVID-ი სტაციონარში ვათავსებდით და ამდენად სექტემბრის პირველ ნაწილში და ოქტომბრის პირველ ნაწილშიც სპექტრი პაციენტების, ანუ მათი სიმძიმე ბევრად უფრო ნაკლები იყო, აბსოლუტურად ყველას ვათავსებდით. შემდეგ ისევე როგორც მთელ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ჩვენთანაც გადახედილი იქნა პროტოკოლი. ამჟამად უსიმპტომო პაციენტებს, სტაბილურ პაციენტებს დისტანციურად მკურნალობენ ოჯახის ექიმები, ასევე ინფექციონისტთა დისტანციური კონსულტაციაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციას ჩვენ არ ვუკეთებთ. ჰოსპიტალიზირებულია მხოლოდ ის პაციენტები, ვისაც კვეთრი ჩვენება აქვს ჰოსპიტალიზაციის, რაც ასევე თავისთავად გულისხმობს, რომ ეს არ არის მარტივად მიმდინარე პაციენტები, თითქმის ყველა პაციენტი, რომელიც ჩვენთან არის, მეტნაკლები, მაგრამ საჭიროებს ექიმის მეთვალყურებას, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და უსიმპტომოები ეგნაკადი პაციენტებისა არ არიან. ექიმები ძალიან ხშირად აკეთებთ განმარტებას, რომ პაციენტს თანხლები დაავადება ჰქონდა. ასეთი პაციენტები ბევრი გყავთ და თანხლები დაავადების ფონზე თუ შეძელით მათი გამოჯანმრთელება. ახლა თქვენ დამასწარეთ, ზუსტად ამ თემაზე მინდოდა ცოტა განეშალა თემა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად გვესმის, როგორც ჩვენი მასმედიიდან, ასევე პროფესიონალური წყაროებიდან, საერთაშორისო მასმედიიდან, რომ თანხლები დაავადებები არის, ვთქვათ, მაღალი რისკი COVID-თან კომბინაციაში, რაც რა თქმა უნდა ეგრე არის, თუ კი პირობითად შევადარებთ ჯანმრთელ ახალგაზრდა ადამიანს COVID-ით ინფიცირების შემთხვევაში და რაღაც თანხლებით დაავადებებით მქონე ადამიანს, თეორიულად რისკი რა თქმა უნდა მაღალი არის. მაგრამ აი იმ რიცხვებიდან, რომელიც მე თქვენ მოგახსენეთ 400-ზე მეტი პაციენტი, რომელიც ჩვენ გავატარეთ, სადღაც 15-20% იყო ან თანხლებით დაავადებები, ძირითადად ჭარბობდა შაქრიანი დიაბეტი, ან სისუქნის ამა თუ იმ ხარისხით, რაც ასევე ითვლება საკმაოდ, ვთქვათ, შეიძლება პირობითად ვთქვათ, მოსალოდნელი გართულებების რისკის გამზრდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ისე ვიძახილებ, ჩვენ 442 პაციენტი გავწერეთ სტაციონარიდან, 120 დღემდე მკურნალობს და მათ შორის, როგორც გითხარით, საკმაოდ მაღალი იყო პროცენტი, როგორც ასაკოვანი პაციენტების, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. სტატისტიკა როგორია COVID ინფიცირებულ ასაკოვანი პაციენტების გამოჯანმრთელების? ჩვენ მაქსიმალური რეკორდი რაც გვყავდა პაციენტისა, ასაკის რეკორდს გულისხმობ, ეს იყო 85 წლის ქალბატონი, რომელსაც ასევე ჰქონდა სახსრების ქრონიკული დაავადება და მისი მდგომარეობა შეფასებული იქნა თავიდანვე როგორც საშუალო სიმძიმის, საბედნიეროდ მას არ დაჭირდა რეანიმაციაში გადაყვანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ხელოვნური აპარატური ხარდაჭერა სუნთქვის და ის გაწერილი იქნა სტაციონარიდან, ასე რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, თანხლები დაავადებები და ასაკი ეს მხოლოდ რისკის გამზრდელი ფაქტორი არის COVID-თან ერთად და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის რაღაც ძალიან ცუდის მანიშნებელი გარდაუვლად. ცალსახად ჩვენი სტატისტიკაც, როგორც ჩვენი კლინიკის, ასევე ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო სტატისტიკა ცალსახად ერთპიროვნულად გვეუბნება, რომ უმრავლესობა ადამიანებისა ამ ინფექციას გადაიტანს მინიმალური დანაკარგებით და როგორც წესი ეს დანაკარგები უფრო ფსიქოლოგიური ხასიათის არის ხოლმე, ვიდრე ფიზიკური. თუმცა მეორეს მხრივ, მოდუნების საშუალება ნამდვილად არ აქვს, პანდემია რეალობაა, სამწუხაროდ. როგორც მსოფლიოში, ისევე ჩვენთანაც არის ძალიან ლეტალური გამოსავლის რაოდენობებიც გვაქვს, თუმცა ეს რაოდენობები საერთო დაავადებულებთან შორის შეფარდებით საკმაოდ დაბალი არის, რაც საერთო ჯამში არ გვაძლევს დეპრესიის საშუალებას და რაღაც ეგეთ განწყობას, რომ გარდავალი ცუდი რაღაც განაგრძობს. როდესაც COVID ინფექციაზე კლინიკაში ნამკურნალები პაციენტი, იმკურნალებს პაციენტი, ითვლება თუ არა გამოჯანმრთელებულად და როდის უნდა დაუბრუნდნენ ასეთი პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს? ანუ, როდის აღარ წარმოადგენენ ეს ადამიანები საფრთხეს სხვების ჯანმრთელობისათვის? ძალიან კარგი შეკითხვა არის, აქაც ისევე როგორც აი საუბრობდი პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე, ესეც დინამიური პროცესია, ანუ მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც ხდება პროტოკოლების გადაფასება. მოდით ჩვენ რაღაც კატეგორიებად დავიწყოთ უსიმპტომო პაციენტებით, თუ კი პაციენტს დაუდასტურდა ლაბორატორიული კვლევით COVID
ინფექცია, მაგრამ ის იყო აბსოლუტურად უსიმპტომო. ითვლება, რომ სადღაც მე-10 დღის შემდეგ ეს ადამიანი გადამდები აღარ არის, ანუ საფრთხეს აღარ წარმოადგენს გარშემო ყოფნისთვის. ეგეთი პაციენტები, როგორც უკვე ვთქვი, ჰოსპიტალიზაციას არც საჭიროებენ და როგორც წესი ბინაზე დაკვირვებისთვის არიან. რაც შეეხება იმ პაციენტებს, რომელსაც გამოუვიდათ სიმპტომები, ჰოსპიტალიზირებული არიან საავადმყოფოში, აქ უკვე არის დაწერის რამოდენიმე კრიტერიუმი. თავიდან კიდე ერთხელ ვიცახ, როდესაც შედარებით ნაკლები ჰქონდა რაოდენობა პაციენტებისა და ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად ცდილობდა ბოლომდე მიეყვანა პაციენტის გამოჯანმრთელობა. ეგეთი პაციენტები ყოველდღიურად თქვა 14-16 დღე, სანამ მიყოლებით 2 ნეგატიური ტესტი არ ამოვიდოდა. თუმცა შემდეგ ჩვენ გავიშალეთ როგორც ჯანდაცვის სისტემა და ეხლა უკვე ექიმები არიან სპეციალურ სასტუმროებშიც, სადაც როდესაც ჩვენი კლინიკის ექიმი გადაწყობს, რომ პაციენტი შეიძლება გაწერილი იქნას უკვე სასტუმროში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იზოლაციის პირობებში, ეგ არ ნიშნავს, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდა, უბრალოდ მკურნალობის ჰოსპიტალური ეტაპიდან გადადის, შეიძლება ეგ დავარქვათ მკურნალობის ამბულატორიულ ეტაპზე, სადაც არის სასტუმროში, სპეციალურ სასტუმროში მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. რამდენი დღის მანძილზე ყოფნებიან სასტუმროებში? ან თვითიზოლაციაში? ეს უკვე დამოკიდებულია მათი ტესტის პასუხებზე. შეიძლება მიყოლებით 2 წესი თუ კი იქნება უარყოფითი, ანაც კლინიკიდან გაწერიდან მინიმუმ 12 დღე. და ძალიან მინდა თქვენისთვისაც აღნიშნო ფაქტი, რომ როგორც უკვე თქვი, ჩვენი სპეციალისტები, ჩვენი ინფექციონისტები წყვეტენ ამ საკითხს, რომელი პაციენტი გავწეროთ და რომელი ჯერჯერობით დავუწევოთ სტაციონარში. და ამ 452 გაწერილი პაციენტიდან ამ 3 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა ჰქონდა, როდესაც ჩვენს მიერ გაწერილი პაციენტი მივიღეთ ისევ კლინიკაში 1 დღის შემდეგ, ეს кейსიც დამთავრდა ძალიან ნორმალურად, უბრალოდ დაჭირდა შემოbrunება. უმკურნალეთ მეორე ეტაპად და გავწერეთ. მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ხარისხის ინდიკატორების მიხედვით ეგეთი ჰოსპიტალიზაციის პროცენტი, ანუ 450-დან 1 არის ძალიან კარგი, შეიძლება ითქვას იდეალურთან მიახლოებული მაჩვენებლები. ძალიან დიდი მადლობა და პრევენციის თაობაზე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს თქვენ მოუწოდოთ COVID ინფიცირებისაგან თავის დასაცავად, ისევ ნიღბის ტარება და დისტანცია რჩება. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომეც გამოდენიმე წუთი ამ თემაზე ვისაუბრო, ცოტა უფრო ფართო თემაზე ვიდრე ჩვენი ჰოსპიტალი არის. მე ყოველთვის მეგობრებთან ახლობლებთან თუ თქვა რამე გამოსვლებისას ყოველთვის ვამბობ, რომ რა თქმა უნდა პრობლემა არსებობს, რა თქმა უნდა პრობლემა გლობალურია, მაგრამ თქვათ ისეთი დიდი პრობლემებისა, როგორც იყო ფიზიკური ომი, ტყვი, სროლა და ცეცხლი, რომელშიც თავს ვერ დაიცავ, არ აქვს საშუალება რაღაცით თავი დაიცვა. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი უპირატესობა ამ პანდემიის პირობებში. თუ კი მარტივ წესებს დავიცავთ, როგორც არის ნიღბის ტარება, როგორც არის ხელების ჰიგიენა, ძალიან ხშირი, როგორც არის დისტანციის დაცვა, როგორც არის დიდი თავშეყრის ადგილებისა და თავის აცილება, რა თქმა უნდა, ხა ვერ ვიტყვით, რომ გარანტირებულად დავიცავთ, მაგრამ მაღალი ალბათობით, ძალიან მაღალი 80-90%-იანი ალბათობით შეგვიძლია ჩვენი თავი დავიცვათ ამ ინფექციისგან და ერთი ადამიანიც კი, რომელიც სწორად იქცევა მემართულებით და თავის თავს იცავს, ის უკვე მის ირგვლივ მყოფებსაც ავტომატურად იცავს გადაცემის ჯაჭვს წყვეტს და ძალიან დიდ დატვირთვას ხსნის ზოგადად ჯანდაცვის სისტემაზე. ამდენად თითოეული ერთი მოქალაქის პასუხისმგებლიანი ქმედებებიც კი ამ მიმართულებით, არა მარტო მათის და მისი ოჯახის, მთლიანად მთელი სისტემა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით ყველა პაციენტის გამოჯანმრთელებას გისურვებთ, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხვებს ქუთაისის რეფერალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერი ექიმი მიხეილ შალგულიძე პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს, მე კი ჟურნალისტი თამუნა გვივალა, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის. მოგესალმებით, გიერთდებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ. საპროტესტო აქციები ქუჩაში და დიალოგი მთავრობასა და ოპოზიციას შორის. რამდენად მიღწევადია მოლაპარაკებების მაგიდის ირგვლივ ოპოზიციური პარტიების და ქართული ოცნების ხილვა მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს ამბობენ და არც აქციების შეწყვეტას შეჩერებას გეგმავენ. ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და ქართული ოცნების პოზიცია. დეტალები ანია რევაძის სიუჟეტში.
რა შემთხვევაში ხედავენ პოლიტიკური პარტიები დიალოგის შესაძლებლობას, რა ხდება ოპოზიციაში და რას ამბობენ ქართულ ოცნებაში. მაშინ როცა ოპოზიცია დიალოგის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ კი განხილვის თემა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნება, ხელისუფლებას ეს პროცესი მხოლოდ არჩევნების შედეგების აღიარების შემთხვევაში წარმოუდგენია. ოპოზიცია ერთიანია პარლამენტის ბოიკოტის, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისა და ქუჩის საპროტესტო აქციების გეგმასთან დაკავშირებით. გუშინ 4 ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველო ლელო სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი 3 პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა. გირჩი პარლამენტში შევა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაში და საზოგადოებაში გაჩნდება აზრი, რომ პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს სიყალბეში მონაწილეობას. ამბობს გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. მან აღნიშნა, რომ გაუგებარია როგორ შეიძლება დიალოგზე უარის თქმა, თუმცა აქვე განმარტა, რომ ქუჩა დემოკრატიული პროცესის ნაწილია და მასში პრობლემას ვერ ხედავს. აი ეს არის მთავარი ალბათ კრიტერიუმი, როდესაც ჩვენ გვეცოდინება, რომ პარლამენტში მართლა მივდივართ სალაპარაკოდ და არა რაღაც როლის შესასრულებლად. ინფორმაცია დაგვიგროვდა. ანუ ვიცით პრობლემების შესახებ. ეხლა თუ სურვილი იქნება პოლიტიკურად გადაჭრის ამ პრობლემის, ყველა არგუმენტი მაგიდაზე უკვედეებს. ანუ ჩვენ შესაძლებელია პოლიტიკური შეთანხმება იქნას მიღწეული ისეთი, რომელიც მეორე ტურებს მიცემს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ, აი ფაქტობრივად მეოთხედ დავრესტარტდეთ. რა შემთხვევაში შევლენ დემოკრატები პარლამენტში, ამაზე ბურჯანაძე დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის აზრი ასეთია. ქუჩაში დგომა, თვითონაც წყლის ჭავლით და სხვადასხვა ხაზზე გაწუხვა თუ მოწამლა ვის სჭირდება. ჩვენ ყოველთვის მომხრე ვიყავით საპარლამენტო ცხოვრების და ესეც უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ეს ქუჩაში დგომები და კარვების დაცემა და შიმშილობა და სხვა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის მოთხოვნები თუ იქნება დაკმაყოფილებული და ჩვენ გავიტანთ და დარწმუნებული ვართ, რასაც ჩვენ აბსოლუტურად ლეგიტიმურად ვახმოვანებთ, ეს უფრო განმუხტავს, ვიდრე ის ვიღაცა რომ პარლამენტში შევიდეს და პარლამენტის ტრიბუნასთან დადგეს. ეს არაფერს არ შესწვის. განმეორდება ისევ ის, რაც მეორდებოდა ტოტალური გაყალბება CSKO-ს მხრიდან. ჩვენ დიალოგი რაღაც ჰაეროვან საკითხებზე არ გვექნება, კონკრეტულ პრობლემებზეა საუბარი, რაც ამ არჩევნებმა მოიტანა და ამ არჩევნების შედეგს არ ეთანხმება ოპოზიცია, ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი. ნებისმიერი მოლაპარაკება რო შედგეს, დიალოგი რო შედგეს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რაზე ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ ახლა რო დავიწყოთ, მივიდეთ და დავიწყოთ იმაზე საუბარი, რომ 5 უბანი გადავითვალოთ, ხო? არასერიოზული არა ამ საარჩევნო თვალსაზრისით. ჩვენ ხო მოთხოვნები ჩამოყალიბებული გვაქვს პოლიტპატიმრები, საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელახალი არჩევნები. მე არც ერთი სხვა საკითხი არ მომისმენია ხელისუფლების მხრიდან, როცა ამბობენ დიალოგიო. რა საკითხებზე? აი, რაზე უნდა დიალოგი, რომ უბრალოდ დაუჯდეთ მაგიდასთან და ვისაუბროთ? ოპოზიციური პარტიების პრინციპულობის შესახებ საუბარი გუშინ გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ გაააქტიურა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომ პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ. თუმცა განცხადება მალევე თავიდან დამატებით განმარტა და გამოყო არჩევნების შედეგების მიუღებლობა. არ შევდივართ პარლამენტში და არც მეორე ტურში ვიღებთ მონაწილეობას. გვეუბნებიან ნაციონალურ მოძრაობაში. ქართულ ოცნებაში გამორიცხავენ არჩევნების შედეგების გადახედვასა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის შესახებ დიალოგს. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას თავისი ულტიმატუმები არ გაუვა. რაც შეეხება ულტიმატუმს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები თუ რაღაც და მერე დასხდებიან მაგიდაზე, ეს არის სწორედ არასწორი საუბარი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ქართული საზოგადოების მიმართ. გამოსავალია საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ბოლოდროინდელ დიალოგისკენ მოწოდებებს ტვიტერზე გამოეხმაურა. მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ. გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. პარალელურად ოპოზიცია საერთო შეთანხმებით მანიფესტაციის შემდგომ ნაბიჯებს გეგმავს. მშვიდობიანი პროტესტი თბილისში 14 და 21 ნოემბერს იგეგმება. საქართველოს რუსეთის სამშვიდობოების კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად საჰაერო სივრცე გაუხსნა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ადასტურებს. მისივე სიტყვებით, გადაწყვეტილებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მომართვის საფუძველზე ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს. ზურაბ აბაშიძე
არ აზუსტებს დროს თუ როდის მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. დღეს გუშინ ახალი მიღებული გადაწყვეტილება ამბობს ის. აბაშიძე ასევე არ გუპასუხობს კითხვაზე თუ რა ვადით შეძლებს რუსეთის სამხედრო ავიაცია ქართული საჰაერო სივრცის გამოყენებას. ის ასევე გვეუბნება, რომ არ ფლობს ინფორმაციას თუ რატომ უარყო თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის გაიხსნა. მისი ინფორმაციით ფრენები გარკვეული შეზღუდული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. მოცემულ ეტაპზე საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებისთვის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამონაკლისის სახით რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი წინასწარ შეთანხმებული განსაზღვრული პერიოდით გადაყვანილი იქნება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან. მომავალში არის კიპტარა ეხლა, რომ უშეთრად ქვასო, მას ხო გამატარეთ, ხლა თუ არ მატარეთ. სიტყვაზე. ამიტომ ეს პრაქტიკა, რაც საქართველოს ეხლა დაუშვა, ანუ ბაკოსა და ერევნის თხოვდა, ეს პრაქტიკა გაგრძელდება და მომავალში ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოების ინტერესებზე გამომდინარე, თუნდაც ერთობლივი, ხაზოს ერთობლივი თხოვნა, მაშინ შეიძლება მოხდეს ამ ტიპის ხაერის გახსნა, არ გამოურთავა კაბო. ის რომ რუსეთს მოეწონოს ახლა ეს ურაკარგი ასე და მე მომავალში პირდაპირ გთხოვოს, მე მგონი საქართველოს ისე პრინციპული უნდა იყოს მომავალში რუსეთის მიერ, როგორც დღემდე იყო პრინციპული. სომხეთში 17 პარტია ანტისამთავრობო აქციას მართავს. პარტიები ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მომიტინგეები ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელმოწერის გამო პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე ფაშინიანის გადადგომას არ გამორიცხავს სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი. თუმცა მისივე თქმით ხელისუფლება მკაცრად დაუპირისპირდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. სომხეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად თურქეთსა და რუსეთის პრეზიდენტები ხელშეკრულების გაფორმებას მიესალმებიან. ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას გადაწყვეტილება კონფლიქტის მოგვარების სწორ ნაბიჯად შეაფასეს. მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა ყარაბაღში რუსეთთან ერთად სადამკვირვებლო ცენტრის დაფუძნებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას გააკონტროლებს. რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. მთავრობის ცნობით ორივე მხარე ფიქრობს, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყებას ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას. სამი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება 9 ნოემბერს გაფორმდა. შეთანხმება ყარაბაღში რუსეთის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალებს 5 წლით ყოფნას ითვალისწინებს. მანდატის შემდგომი 5 წლის ავტომატური გადავადების გარანტიით. დოკუმენტი სადავო ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემას გულისხმობს. საბრძოლო მოქმედებები ყარაბაღში 27 სექტემბერს განახლდა დაახლოებით 1.5 თვიანი დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტი ამ სამმხრივი შეთანხმებით შეწყდა. საქართველოში კორონავირუსის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2911-ით გაიზარდა, კვლავ 2000 საჭარბებს გამოჯამრთელებულთა რიცხვი. გარდაცვალების ოფიციალური მაჩვენებელი კი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. საქართველოში COVID-19-მა 24 საათის განმავლობაში 45 ადამიანი იმსხვერპლა. ეპიდემიის გათვალისწინებით მთავრობამ რიგი კვლევების განხორციელება COVID სასტუმროებსა და ბინაზე მკურნალობის პროცესშიც დაიწყო. თბილისის სტუდია ჟანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა განუცხადა, რომ COVID სასტუმროში მყოფ ყველა პაციენტს ეგრეთ წოდებული დიმერის და სისხლის საერთო ანალიზები უტარდებათ. ბინაზე მყოფ COVID დადასტურებულ პაციენტებს კი გამოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას ოჯახის ექიმი მიიღებს. ბინაზე მყოფ პირებს, რომლებსაც ასევე საჭიროების შესაბამისად ექიმის დანიშნულებით ჩაუტარდებათ გარკვეული კვლევები, რა თქმა უნდა, ეს კვლევები უნდა იყოს თავისუფლად გათვალისწინებული COVID-ის მასის პროტოკოლით. რამდენიმე ვერსია თავად კლინიკები უზრუნველყოფენ ამ ბელეთს ტრანსპორტირებას, თავად პაციენტები შეძლებენ, რომ გადააწყვეტენ კლინიკების მიმართულებით. ერთ-ერთი ვერსია არის კიდევ, რომ იქნება სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი ან ტაქსი ან COVID პაციენტებისთვის და ამ მასშტაბით შეძლებენ გადაადგილებას. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში იქნება ეს ინფორმაცია დასრულებული.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის D ჯგუფის ფინალურ მატჩს გამართავს. გამარჯვებული ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. წარმატება უსურვოთ ხვალინდელ თამაში ჩვენს ნაკრებს. უცხოეთის სიახლეები მოკლედ COVID ინფიცირებულ პაციენტებში მაღალია ფსიქიკური აშლილობის განვითარების რისკი. ასეთია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა. მკვლევარებმა შეერთებულ შტატებში 62,000 ადამიანის სამედიცინო ჩანაწერი შეისწავლეს. კვლევის თანახმად COVID-19-ზე დადებითი ტესტირების შედეგად 3 თვეში 5-დან 1-ს, ანუ 18% ფსიქიატრიული დიაგნოზი აღმოაჩნდა. ლოკდაუნი ამ სიტყვას წელს კოლინზის ლექსიკონში ყველაზე ხშირად ეძებენ. კოლინზის განმარტებით საიტზე რეგისტრირებულმა დაახლოებით 250,000-მა მომხმარებელმა ლოკდაუნის მნიშვნელობა მიმდინარე წელს მოიცია. მაშინ, როდესაც 2019 წელს ამ სიტყვის მნიშვნელობით მხოლოდ 4,000 მომხმარებელი დაინტერესდა. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის.